ახლა გადავდივართ ჩემს საყვარელ თემაზე. ხო, აბა. საწვიმები. საწვიმრები. კი ბატონო. რა გინდა ჯუდოს დარბაზში საწვიმარი? თუდოს გარდა რამდენი რაღაცა გვაქვს საინტერესო და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად ვიცი რომ ბევრი ჩემ კოლეგას არ აქვს ხოლმე ჩანთაში საწვიმარი. აქ ხო მხოლოდ 3 ცალი მაქვს, მაგრამ თუ მივდივართ მნიშვნელოვან თამაშზე 4-5, ანუ სახში რაც მაქვს, ყველაფერს ვდებ ჩანთაში. საწვიმარი. აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება გაიხეს, შეიძლება გაფუჭდეს, ვიღაცა შეიძლება დარჩეს, კოლეგას უნდა დაეხმარო აუცილებლად. ამიტომ გატენილია ხოლმე ჩანთა საწვიმებით. ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და კი, საწვიმარი რომელიც ღირს პირობითად $100, ეს უხეშად რო ვთქვათ რა, კარგი საწვიმარი. ხო, $100 ღირს, მაგრამ კამერა გაქვს 6000-იანი ან 10000-იანი რა. ამიტომ არ უნდა დაგენანოს. ძალიან საჭირო ინვესტიცია. აქ ხარისხი და კომფორტი ძალიან გადაბმულია ერთმანეთთან რა. ნამდვილად. და უნდა იყოს დასანანი ეს თანხა. ან მივაგენი საბოლოო ჯამში think tank-ის საწვიმრებს. და რადარა საწვიმრები გაქვს, ხო? კამერის და ლინზის ორი საწვიმარი. ეს ერთიანია, ხო? ან კამერასაც და ერთობლივად კი, ანუ მაგალითად თამაშზე თუ მუშაობ, ძირითადად 2-3 კამერით მუშაობ და თვითონ კამერას და ლინზას აქვს თავისი ზომა და შესაბამისი საწვიმარი. აი ეს დაიჭირე შენს რა. ესე ამოვაჩინოთ. აი ეს ძალიან მარტივად მაგრდება კამერის ზედა ნაწილში. ზედა hot shoes-ზე ესე ვთქვათ, ხო? სადაც flash-ს ამავთ. და მე უკვე და ამ ხრისიც იყენებ, რომ ბლენდაზე კარგად გადაუჭირო. კარგად ამაგრდეს და წყალი არ შევიდეს. წყალი არ შევიდეს. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რო ვიყავით იაპონიაში რაგბიზე, მან დავინახე აი ესეთი საინტერესო რაღაცა საწვიმარი შარვალე. აჰა. ერთ-ერთ თამაშზე კატასტროფული ამინდი იყო, წვიმდა. არ მქონდა მაშინ და დავინახე რომ კოლეგამ აი ესე ჩანთიდან ამოიღო, ზემოთ და ჯინსებზე ამოიცვა და დამშვენივრად იმუშავა ის თამაში. აღარ ფიქრობდა გაციებაზე და დისკომფორტზე რაც ქონდა. ნამდვილად, ჩემი აზრით, სპორტი ისეთი რაღაცა არის, ანუ ყოველ წამს რაღაცა ხდება და ყურადღება არ უნდა გაგექცეს რაღაც არამნიშვნელოვან მომენტებზე, იმიტომ რომ შეიძლება კომფორტულად უნდა გზნობდე თავს. ანუ პირად კომფორტზე უნდა იზრუნო პირველ რიგში და ჩემი აღმოჩენა. ხო, ეს ძალიან კაი, ძალიან კომპაქტურია. ძალიან კომპაქტურია. Overpant აწერია რაღაცა. კი, სხვათა შორის საქართველოშიც 1-2ჯერ ძალიან გამომადგა ფეხბურთის დროს. ოკეი, ეს განყოფილება მოვრჩით. მოვრჩით.